მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ხდომას გახსნელად ვაცხადებ. წარმოგიდგენთ დღის წესრიგს და მე ხა ამ დღის წესრიგს გეტყვით იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც გვექნება განხილვა. ჩვენ პირველ საკითხად განვიხილავთ ლობისტ ზალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ საკითხს. ეს არის პირველი საკითხი. მომდევნო საკითხი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებას. შემდეგი საკითხი და ეს საკითხი იქნა დამატებული კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით თანახმად პარლამენტის რეგლამენტისა. გახლავთ ბატონ პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, ბატონ პაატა დანიშნულია ქვეყნის იუსტიციის მინისტრად და შესაბამისად უკვე შეუთავსებელია მისი პარლამენტის წევრის სტატუსი. შემთხვევაში ჩვენ გვავალდებულებს რეგლამენტი, რომ მოიქცეთ ადეკვატურად და ბოლო საკითხი, რომელსაც ბატონ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს, გახლავთ უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში თანდართულ კანონპროექტებთან ერთად. აქ მე მინდა მოგახსენოთ, რომ დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ბატონი შალვა პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობდა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ასევე იყო აქტიურად ჩართული საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში იმ მოცემულობის და ასე ვთქვათ, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ემპირიულად დაუგროვდა საქართველოს პარლამენტს რეგლამენტის რეალურ ცხოვრებაში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, როგორც მოგესალმებათ, 2018 წლიდან მოქმედებს რეგლამენტის ეს კონკრეტული ვერსია და შესაბამისად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აუცილებელია სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. დაანჩენს უშუალოდ ბატონი შალვა პაპუაშვილი მოგახსენებს და ამ საკითხს გამოვიტანთ ჩვენ მეოთხე საკითხად. პირველ სამ საკითხს მე მოგახსენებთ თქვენის ნებართვით ადგილიდან. ეს არის პირველი საკითხი, ეს არის ბატონი ზალ სარაჯიშვილისთვის ლობისტის სამართლებრივი მდგომა. უკაცრავად მე მინდა დღის წესრიგი შემოგთავაზო და დავამტკიცო დღის წესრიგი ხელისაწევით. ვინ არის მომხრე, მადლობა, მიღებულია ერთხმად. პირველი საკითხი, როგორც გითხარით, არის ლობისტ ზალ სარაჯიშვილის ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა. მე მოკლედ გეტყვით და დასკვნის შინაარს, რომელიც იქნა ჩვენი კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებული და ამ დასკვნას უყრით შემდგომ კენს. ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტა ხდება მისი დააკარგვის ან ჩამორთმევის გზით. აქ მინდა გითხრათ, რომ თვითონ ბატონმა ზალმა მოგმართა წერილობით და წერილიც სტანდარტულია საქმის მასალებში, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტის ბ პუნქტის მიხედვით ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკარგვის საფუძველია დავალებით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტზე ან ნორმატიული აქტის პროექტზე წარმომადგენლობითი ორგანოს, აღმასრულებელი ორგანოს ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საბოლოო გაწყვეტილების მიღება. ლობისტ ზალ სარაჯიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორის ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოკლედ მოიკლია შესაბამისად ჩვენი კომიტეტის აპარატმა ეს საკითხი და საბოლოო ჯამში უნდა დაკმაყოფილდეს ეს განცხადება. კომიტეტს მიაჩნია ლობისტური საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისა და განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრირებულ ლობისტ ზალ სარაჯიშვილს შეუწყდეს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა. ეს არის შინაარსი. მე მოგმართავთ
თხოვნით თუ არის რაიმე ფორმით რაიმე კითხვა, გთხოვთ ვარ მზად გაგცეთ პასუხი თუ არა და შეგვიძლია დავაყენოთ კენჭისყრაზე ეს საკითხი. ვინ არის მომხრე ხარი დაუჭიროთ დასკვნას? დიდი მადლობა, ეს არის პირველი საკითხი. ამასობაში ბატონი შალვაც შემოგვიეთ და მეორე საკითხი გახლავთ ავთანდილ კახნიაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება რეგლამენტში ცვლილებებს და ეს წინადადება ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან მიმართებით კონკურსის, ასე ვთქვათ, კვლავ დამატება, კონკურსის წესის დამატება საქართველოს რეგლამენტში, როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ იქნა შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, სადაც პირიქით შეიცვალა წესი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ აღარ ცხადდება კონკურსი, ამიტომაც და არის უკვე სხვა რეგულაცია შემოთავაზებული, ამიტომაც ბუნებრივია კარგავს ეს ამ წინადადების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება. შესაბამისად მე ვაყენებ მოგმართავ წინადადებით, რომ არ იქნას, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებული ეს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც უკვე სახეშეცვლილ რეგლამენტში კვლავ პირვანდელი წესის აღდგენას გთხოვს. ვინ არის მომხრე, რომ არ იქნეს გაზიარებული? კი ბატონო, მიღებულია ერთხმად. შემდგომი საკითხი გახლავთ როგორც უკვე მოგახსენეთ ბატონ პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხი, როგორც მოგეხსენებათ ბატონ პაატა დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, მას წარმატებას უსურვებთ, რა თქმა უნდა, და ეს მისი სტატუსი არის შეუთავსებელი პარლამენტის წევრის სტატუსთან. შესაბამისად იქნა მომზადებული დასკვნა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის მიერ ბატონ პაატა სალიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. კონკრეტულად ჩაგკითხავთ მუხს, ეს არის კონსტიტუციის 29 და მუხლის მე-5 პუნქტის ბ-ქვე პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ბ-ქვე პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ პაატა სალიასს ვადამდე უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ვინ არის რამ კითხვა ხომ არ გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? არ არის კითხვა. ვინ არის მომხრე ხარი დაუჭიროთ დასკვნას? მიღებულია ერთხმად. და ბოლო საკითხი, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ უკვე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, თანდათულ კანონპროექტებთან ერთად, რომელსაც საზოგადოებას მოახსენებს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. გთხოვთ ბატონი შალვა. მოგესალმებით ბატონ თავმჯდომარე, მოგესალმებით მიესალმებით კომიტეტის წევრებს, მიესალმებით საზოგადოებას. წარმოგიდგენთ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი რეგლამენტი მიღებული 2018 წელს, მასში იყო გარკვეული სიახლეები, სხვადასხვა ინსტრუმენტები შემოღებული. წლების განმავლობაში მოხდა პრაქტიკის დაგროვება და სწორედ ამ პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებული იქნა პარლამენტის ახალი რეგლამენტი. ეს საქმიანობა უკვე თითქმის 2 წელია მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, სადაც გავიარეთ თუ რა გამოცდილება არის რეგლამენტთან დაკავშირებით, სად არის სტრუქტურული დახვეწა საჭირო, სად არის ბუნდოვანების აღმოფხვრა საჭირო, სად არის მეტი სიცხადე, სად არის პრაქტიკიდან გამომდინარე რაღაც პროცედურების შესწვლის საჭიროება და წარმოგიდგინეთ რეგლამენტის ახალი პროექტი, რომელსაც კონცეფციის და პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ თქვენის ნებართვით. კერძოდ ერთ-ერთი საკითხი მთავარი რაც არის, უпростоეთ, ასე ვთქვათ, თვითონ რეგლამენტის ფორმიდან გამომდინარე შეეხება სტრუქტურას, განსაკუთრებით მოხდა მისი დახვეწა, იმისთვის რომ ერთად ყოფილიყო ის პროცედურული ინსტრუმენტები, რომლებიც პარლამენტს გააჩნია, კანონშემოქმედების, ზედამხედველობის და ასე შემდეგ დაჯგუფდა, რაც უფრო მოხმარებისთვის ადგილს გახდის პარლამენტის რეგლამენტს და ერთის მხრივ, მეორეს მხრივ გარკვეული დუბლირებები, რომელიც არსებობდა რეგლამენტში, ესეც იქნა გამორიცხული. და მივყვები ცალკეულ საკითხებს, რომელიც შეიძლება პრინციპების დონეზე საინტერესო იყოს საზოგადოებისთვისაც და მათთვის, ვინც დაინტერესებულია საპარლამენტო პროცედურებით.
პირველი საკითხი ალბათ ვიტყვი, რაც შეეხება ზოგადად სტრუქტურა თქვი, ასევე არის გარკვეული ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, უფრო გაიწერა დეტალურად საკითხები, მათ შორის ზოგიერთი საკითხი, რაც არის მაგალითად ლოგოს, სამკერდე ნიშნების და ასე შემდეგ დამტკიცება პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში გადაინაცვლოს ბიუროს უფლებამოსილებიდან და ის რაც შეეხება ასე ვთქვათ პარლამენტის როგორც ადმინისტრაციული ასე ვთქვათ ორგანიზაციის მართვის საკითხებს. პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ასევე დაიხვეწა პენტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილების საკითხები. იცით განსაკუთრებით წინამოწვევის პარლამენტში აქტუალური იყო ეს საკითხი იქიდან გამომდინარე რომ ყოფილი პრეზიდენტის ამჯერად მჟავდებული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობებიდან გამომდინარე მისი მთელი პოლიტიკური გუნდი ცდილობდა რომ დღე და ღამე გაეთემებინა მისთვის დაწესებულებაში სადაც ის იმყოფება, ამიტომ ასე ვთქვათ თითქმის ყოველ დღე ჰქონდათ ვიზიტები და შემდეგ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მე პირადად განვაცხადე, რომ აღარ იქნებოდა მივცემდი ამის შესაძლებლობას მის პოლიტიკურ გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც რეალურად იყენებდნენ ამ შესაძლებლობას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ანიჭებდა არა იმისთვის, რომ მოენახულებინათ პენტენციური დაწესებულება, გაცნობოდნენ მჟავდებულების ყოფნის პირობებს, არამედ პოლიტიკური მიზნისთვის პაემნად იყენებდნენ ამ შეხვედრებს, მაშინ იყო მცდელობა განემარტათ ისე ეს ინსტრუმენტი თითქოს ეს არის უფლება პარლამენტის წევრის, რაც არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არსებობს და იმისთვის, რომ ამ მხრივ არანაირი უჭოფობა არ ქონდეს და ვინმე ცდილობა არ ქონდეს მათ შორის მცდარი ინტერპრეტაციის, ეს რეგულაციაც კიდევ ერთხელ ზუსტდება, ასე ვთქვათ, ენობრივათაც იმისთვის, რომ რაიმე სპეკულაციას არ ქონდეს ადგილი. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ პენტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და მას შეუძლია და ეს არის მისი სრული ექსკლუზიური უფლება, რომ მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს ერთჯერადად შესვლის უფლება, ესეც დაკონკრეტდა, რომ აქაც არ იყოს ინტერპრეტაცია, თითქოს შეიძლება ეს რაღაც აბონემენტი გამოეწეროს ვინმეს პენტენციურ დაწესებულებაში შესვლისთვის და ეს მუხლი მოკლედ რომ ვთქვათ, ამ მხრივ კონკრეტდება. ასევე მნიშვნელოვანი არის მთავრობისთვის დობის გამოცხადების პროცედურა. არსებული რეგლამენტით დობის გამოცხადების პროცედურა მთავრობის შემადგენლობა გადიოდა პროცედურას როგორც კომიტეტებში და იმართებოდა გაერთიანებული კომიტეტები სექტორების მიხედვით, ასევე ფრაქციებში და ბოლოს პლენარულ სხდომაზე. რაც გარკვეულწილად არ შეესაბამება საპარლამენტო ცხოვრების და ასე ვთქვათ პრაქტიკას. ცვლილების მიხედვით მთავრობის შემადგენლობისთვის დობის გამოცხადება გავა პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და პლენარული სხდომა იქნება იქ, სადაც იქნება საჯარო პოლიტიკური განხილვა, დებატი, ჭიდილი, ასე ვთქვათ, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. რა პრობლემა ჰქონდა და გარკვეულწილად პარადოქსული იყო არსებული რეგულაცია, იყო ერთი ის, რომ თავად პლენარულ სხდომამდე მიმდინარე პროცედურები ფაქტობრივად გამეორება ხდებოდა ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე და თავად პლენარული სხდომა რაც წარმოადგენს ძირითად განხილვის ფორუმს კითხვებიც აღარ იყო ხოლმე და გარკვეულწილად ცოტა დაცლილი იყო შინაარსისგან, არადა ზუსტად პლენარულ სხდომაზე უნდა მიდიოდეს მთავრობის შემადგენლობის განხილვა. გარდა ამისა, თავისი არსით ალოგიკური იყო ფრაქციებში განხილვა, ერთის მხრივ უმრავლესობის ფრაქციაში განხილვას არ არის ლოგიკა არ აქვს, იმიტომ უმრავლესობამ თავად დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და აქედან გამომდინარე გაუგებარია რა განხილვა უნდა ჰქონდეს, როცა თავად გუნდი ასახელებს და ამის შემდეგ თუ განხილვა სჭირდება, ეს უკვე ზოგადად კითხვის ნიშანს იწევს და მეორე მხრივ ოპოზიციურ ფრაქციებში განხილვა, რაც თავისთავად არანაირ შინაარსს არ ემსახურება, ვინაიდან პოლიტიკური დებატია, გასაგებია რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მთავრობას, ხოლო პოლიტიკური დებატისთვის ადგილი არის პლენარული სხდომა, სადაც არის მათ შორის განხილვისთვის ფართო არეალი. აქედან გამომდინარე, ახალი რეგულაციით მთავრობისთვის დობის გამოცხადების საკითხი გავა პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და იქ მოხდება განხილვა.
ასევე მე მივყვები მუხლობრივად, ამიტომ შეიძლება ხანდახან თემატურად საკითხები, როგორც არის დაწყობილი მუხლობრივად. ბიუროს ხდომასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ბოლო მუხლებშიც არის აღწერილი, რაც შეეხება ზოგადად წესრიგის დაცვას პარლამენტის შენობაში მიმდინარე საპარლამენტო ასე ვთქვათ ღონისძიებებისას. დღეს არსებული რეგულაციით ძირითადად ეხებოდა პლენარულ ხდომას და კომიტეტების ხდომას, ბიუროს ხდომა, დროებითი კომისიები და ასე შემდეგ მოწესრიგებული ასე პირდაპირ არ იყო და ამ ხრივაც ზუსტება რეგლამენტში, რომ ბიუროს ხდომაზე, დროებითი კომისიის ან ყველა ამ საპარლამენტო ღონისძიებისას მოქმედებს ერთგვაროვანი წესრიგის დაცვისა, შესაბამისად ხდომის თავმჯდომარეს ყველა შესაბამისი ღონისძიებისა ექნება შესაძლებლობა წესრიგის დაცვისთვის მიმართოს ზომებს, მათ შორის დაატოვებინოს პირს, ვინც არ ღვევს წესრიგს სხდომა, რასაც შემდეგ შესაბამისი სანქციებიც მოყვება ხელფასიდან თანხის დაქვითვის სახით. ასევე ზუსტება კომიტეტების სახელწოდებები და ამ ხრივ რომ გაგაცნოთ რომელ კომიტეტებს ეხება, გარკვეულწილად ზოგ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, გამოყენების დროსაც უფრო სხვა ტერმინები გამოიყენება, ასევე რომ იყოს თანხმედრა მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან, კერძოდ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ნაცვლად აგრარულ საკითხთა კომიტეტის ექნება სოფლის მეურნეობის კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ერქმევა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ერქმევა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, ეს ზოგადად ეს ტერმინოლოგიური დაზუსტება უკვე დიდი ხანია მოხდა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, როდესაც უშიშროება ჩანაცვლა უსაფრთხოებით, რაც უფრო ადეკვატური ტერმინი არის ამ სექტორის აღსაწერად, მათ შორის შესაბამის აღმასრულებელ სტრუქტურებშიც უსაფრთხოება გამოიყენება ამა თუ ის სტრუქტურის დასახელებაში. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სახელწოდება იქნება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ერქმევა დიასპორის კომიტეტი, რომელიც კონცენტრირებული იქნება დიასპორის საკითხებზე, რაც აქამდეც ასე იყო ამ კომიტეტის საქმიანობაში. შემდეგი საკითხი არის კომიტეტებთან დაკავშირებით სხდომებთან. დღეს არსებული რეგულაციით კომიტეტი ვალდებულია თვეში მინიმუმ 2 სხდომა ჩაატაროს. ამ რეგულაციით ეს ვალდებულება ეხება თვეში ერთხელ ჩატარებას მხოლოდ კომიტეტისა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ერთი სასესიო კვირა, ეგრეთ წოდებული პლენარული სხდომები, როცა იმართება და საკომიტეტო კვირა, რეალურად გამოდიოდა, რომ ყოველ კვირა იყო ვალდებულება კომიტეტის ჩატარებისა. საკითხებიდან გამომდინარე, ხანდახან ამის საჭიროებები არ იყო, არადა ვალდებულება არსებობდა. ზოგი კომიტეტი შეიძლება არ ჩატარებულიყო ორჯერ, ამიტომ არსებობდა გარკვეული ნაცრისფერი ზონა, სადაც იყო წესი, რომელიც არც ადეკვატური იყო არსებული რეალობისა და ამიტომაც რაც შეეხება ვალდებულებას, ეს ვალდებულება და იქნება თვეში ერთი სხდომის ჩატარება. ზოგადად ეს არ არის ისედაც კარგი პრაქტიკა, რომ არსებობდეს სავალდებულო ჩატარება კომიტეტებისა, სხვა პარლამენტებში როგორც ესეთი ვალდებულებები არ არის, თუმცა ვინაიდან ჩვენთან მაინც არის გარკვეული ტრადიცია რეგლამენტით მოწესრიგებისა, რაც მინიმალური რაოდენობისა კომიტეტის სხდომის ჩატარების, ამიტომ დავტოვეთ, თუმცა ერთი კომიტეტის სხდომა იქნება სავალდებულო, რომ ჩატარდეს თვეში. რა თქმა უნდა, ამის იქით კომიტეტის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ რაოდენობა შეიძლება ჩატარდეს სხდომებისა. ასევე საკითხი ეკრება კომიტეტის ჩატარების შესაძლებლობას, იცით რომ არსებობს რეგულაცია, რომელიც ეხება დღის წესრიგის გამოქვეყნებასა და კომიტეტის სხდომას შორის შუალედს, ასევე კომიტეტისთვის კანონპროექტის გადაცემასა და კანონპროექტის განხილვის შორის შუალედს. დროთა განმავლობაში ეს პრაქტიკაში საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა მიდგომები იყო, როდესაც ასეთი დანაწესი არ არსებობდა, შემდეგ იყო რამდენიმე დღიანი შუალედი სავალდებულო დასაცავი. არსებული რეგულაციით იქნება შემდეგი წესები, რომ დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს
მეორე დღეს ადრე არ შეიძლება ჩატარება, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ თავად დღის წესრიგის გამოქვეყნების დღე არ ითვლება, ასე ვთქვათ, გამოანგარიშებისას და შესაბამისად გამოქვეყნებასა და კომიტეტის სხდომას შორის უნდა იყოს ერთი დღე. მაგალითისთვის თუ ორშაბათს გამოქვეყნა დღის წესრიგი, ოთხშაბათს შეიძლება შესაძლებელი იქნება კომიტეტის სხდომის ჩატარება, იგივე შეეხება შესაბამისად ერთ პრინციპი იქნება მიდგომა მათ შორის კანონ პროექტი როცა გადაეცემა და როდის შეიძლება ის იყოს განხილული ორშაბათს მაგალითად ბიურო თუ დააწერს კომიტეტს კანონ პროექტს ოთხშაბათს იქნება შესაძლებელი მისი განხილვა. რაც შეეხება აქვე ვიტყვი ბარემ დაჩქარებულ და გამარტივებული წესით პროექტებს, აქაც არის გარკვეული ცვლილება. თუ კი დღემდე იყო რომ დაჩქარებულ გამარტივებული წესით განხილვებისას პროექტის გადაცემიდან ესე ვთქვათ ერთი დღე და კიდე მეორე დღეს უნდა ჩატარებული იყო მოკლედ ერთი დღე უნდა ყოფილიყო შუალედში ამ შემთხვევაში ერთი დღე დაიწერს და რეგულაცია იქნება რომ კანონ პროექტის გადაცემის დაჩქარებული წესით გადაწყვეტილების მიღების დღეს არ იქნება შესაძლებელი კომიტეტის სხდომის ჩატარება მეორე დღეს იქნება შესაძლებელი ანუ პირობითად ორშაბათს თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული კანონ პროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვისა სამშაბათს ორშაბათს არ შეიძლება და სამშაბათს იქნება შესაძლებელი კომიტეტზე განხილვა ასეთი პროექტების ვისაუბრებ მე თავრობისთვის დობის გამოცხადებაზე, როგორც იმ საკითხზე, რომელიც გამარტივებულზეც იგივე იქნება, რომ იმ დღეს არა და მეორე დღეს იქნება შესაძლებელი კომიტეტზე განხილვა, როცა გამარტივებულად განხილვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კომიტეტზე განხილვის გარეშე წეგან ვისაუბრებ თავრობის დობის საკითხი, პირდაპირ გავა პლენარულ სხდომაზე, შესაბამისი მუხლი დაზუსტა იმისთვის რომ ყველა ის საკითხი რომელიც ამ პრინციპით განიხილება თავმოყრილი ყოფილიყო მათ შორის ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა რომ იყო გარკვეული ბუნდოვანებები მაგალითად იმპიჩმენტის დროს იმპიჩმენტი უნდა გასულიყო თუ არა კომიტეტზე ასევე საკითხი პრეზიდენტის არჩევისა ანუ არ ეწერა რომ კომიტეტზე გადის თუ არ გადის განსაგებია თავისთავად საკითხის ბუნებიდან გამომდინარე და რეგლამენტის სისტემიდან გამომდინარე რომ არ იყო საჭირო საკომიტეტო განხილვა თუმცა ახლა ამას თავი მოუყარეთ ერთად და ამ მხრივ მოხდა ასე ვთქვათ გაწერა იმის რომ კომიტეტის სხდომაზე განხილვის გარეშე გადის პრეზიდენტის არჩევა, მთავრობისთვის დობის გამოცხადება, იმპიჩმენტი და სხვა საკითხები. ასევე საკითხი კომიტეტებს რაც ეხება არის სამოქმედო გეგმის შემუშავება 2018 წელს იქნა შემოღებული ეს საკითხი რომ კომიტეტები წელიწადში ერთხელ წლიურ სამოქმედო გეგმას ადგენდნენ და შემდეგ ამ გეგმის მიხედვით მუშაობდნენ. მეც თავად გახდით კომიტეტის თავმჯდომარე და მეც გავიარე ეს პროცესი და სხვა კოლეგებისგანაც და ზოგადად საპარლამენტო ცხოვრებაზე დაკვირვებიდანაც აჩვენა რომ შეუთავსებელია ეს საკითხი საპარლამენტო ცხოვრებასთან. საპარლამენტო ცხოვრება არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დღის წესრიგი განისაზღვრება უმრავლესობის თუ ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგით, უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის საარჩევნო პროგრამით, რომელსაც ის ახორციელებს 4 წლის განმავლობაში, მათ შორის საკანონმდებლო მხრივ და მათი პოლიტიკური დღის წესრიგით. ამის დაყვანა რაღაც ადმინისტრაციულ თუ კერძო კომპანიის მიდგომებზე, ადმინისტრაციულ ორგანოს თუ კერძო რაღაც კომპანიის მიდგომებზე, სადაც შეიძლება რაღაც ერთწლიანი გეგმა გაიწეროს და ამის მიხედვით იმუშაოს, აცდენილი არის თავად თავისუფალი მანდატის პრინციპსაც, საპარლამენტო ცხოვრების პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის, განსაზღვრის თუ მოდიფიკაციის პრინციპებთანაც. ამიტომ შეუძლებელია, რომ ჩვენ პარლამენტი, კომიტეტი მოვაქციოთ ამ მარწუხებში, რომ რაღაც დაუსახოთ როგორც რაღაც რიგით თანამშრომლებს, რაღაც მისი წლიური განვითარების გეგმა, ან რაღაც სამუშაო გეგმა და შემდეგ ასე ვთქვათ, მოვნიშნოთ რომელი კანონი რა სტადიაზეა და რა სად არ არის. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მათ შორის საჯარო პოლიტიკური დებატის საკითხი, ამიტომ ასეც უნდა დარჩეს. შესაბამისად, სამოქმედო გეგმის მიღების ვალდებულება არ იქნება კომიტეტებს და ასევე აქვე წყვილში იყო კომიტეტების წლიური სამუშაო გაწეული სამუშაოს წლიური ანგარიში
რომელიც მანამდე პლენარულ ხდომაზეც კი გამოდიოდა და ესეც რაღაც საერთო ჯამში არ იყო მთლად ადეკვატური პრაქტიკა საპარლამენტო ცხოვრებისა. ჩემთვის ცნობილი არც ერთ პარლამენტში კომიტეტები ანგარიშებით მით უმეტეს პლენარულ ხდომაზე არ გამოდიან და ისედაც რეგლამენტით მიერ დაწესებული ვალდებულება ანგარიშების შექმნისა არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენის ინსტიტუტი, რაც ასევე არ არის ასე ვთქვათ ჩვეულებრივი პრაქტიკა სხვა პარლამენტებში. კვლავ იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც სხვადასხვა პარტიები, პოლიტიკური ჭიდილის საკითხია და ეს არ არის რაღაც ერთგვაროვანი ორგანო, სადაც ერთგვაროვანი ანგარიშით ან დღის წესრიგით შეიძლება მოქმედებდეს, მაგრამ ვინაიდან ეს ინსტიტუტი გვაქვს, კარგი არის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მხრივ და რა თქმა უნდა ეს ინსტიტუტი შენარჩუნებული იქნება, თუმცა ამავე დროს ხო გარკვეული დუბლირებები. მათ შორის პრაქტიკაში ჩანდა, რომ კომიტეტები ერთის მხრივ ანგარიშებს აქვეყნებდნენ და მეორეს მხრივ თავად პარლამენტის საქმიანობის ანგარიში, სადაც კვლავ ისევ ეს კომიტეტების ანგარიშები იყო შიგნით, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიში მისი ძირითადი ნაწილი კომიტეტების საქმიანობას ეხება თავისთავად. აქედან გამომდინარე, ახალი მოწესრიგება იქნება შემდეგი, რომ კომიტეტები ყოველ წელს იანვარში პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწვდიან მათი საქმიანობის ანგარიშს, როგორც შიდა დოკუმენტს და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ამ ანგარიშებზე დაყრდნობით ერთიან ანგარის შექმნის პარლამენტის საქმიანობის ერთწლიანი საქმიანობის ანგარის, სადაც ყველა კომიტეტი იქნება კომიტეტის საქმიანობა დეტალურად აღწერილი. ეს თავისუფლად უზრუნველყოფს, რომ იქნება ერთგვაროვანი სტრუქტურა, სისტემა, მათ შორის წაკითხვის და გაცნობის ხრივალთაც გაადვილებს ეს ყველასთვის ვინ დაინტერესებულია საპარლამენტო ცხოვრებით, რომ ერთგვაროვანი სტრუქტურა იქნება და მსგავსი მიდგომებით იქნება ანგარიში აწყობილი. თუ კი სტატისტიკა იქნება ერთი კომიტეტის შემთხვევაში, მეორე კომიტეტის შემთხვევაშიც მსგავსი სტატისტიკა იქნება მოყვანილი. თუ კი იქნება ვთქვათ საუბარი კომიტეტის მიერ მიღებულ განხილულ კანონპროექტებზე, იქაც დაახლოებით იგივე პრინციპით იქნება აწყობილი მთლიანი ანგარიში და ამავე დროს სამოქმედო გეგმა, როგორც თქვი, ამოღებული იქნება როგორც კომიტეტების შემთხვევაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიში წარდგენის დროს, ვინაიდან დღესაც ეს ვალდებულება არის, მე თავად უკვე მომიწია ორჯერ პარლამენტის ანგარიშის წარდგენა და ყველაზე მთავარი საკითხი იყო ხოლმე სამოქმედო გეგმაში რა ჩაიწეროს და როგორც წესი თუ ნახავთ გასული წლების ანგარიშებს, არა მხოლოდ ჩემი, არამედ წინამორბედი პარლამენტის თავმჯდომარეებისაც, ნახავთ, რომ გეგმას ერთმევოდა ერთი გვერდი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, რომ რაღაც ერთწლიანი გეგმა დაუსახოს მთლიან პარლამენტს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ვინაიდან კიდევ ერთხელ პარლამენტის საქმიანობა არის სრულად პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი, უმრავლესობის საარჩევნო პროგრამით ნაკარნახევი და ეს არის მისი გეგმაც, ამოცანაც, მიზნებიც და კონცეფციაც. შემდეგი საკითხი ეხება თემატურ მომხსენებლებს. ესეც ახალი ინსტრუმენტი იყო შემოღებული 2018 წელს, რომელიც რეალურად ძალიან ასე ვთქვათ მორიდებულად დაინერგა მეტნაკლებად პარლამენტში. მოქმედი რეგლამენტით ყველა კომიტეტს ჰქონდა ვალდებულება იმ გეგმის შედგენის დროს, წლიური სამოქმედო გეგმის შედგენის დროს, რომ განესაზღვრა თემატური მომხსენებლების, სფეროების თუ კანონების თუ ასე შემდეგ მიხედვით, ხდებოდა ამისი განსაზღვრაც, თუმცა ეს უფრო მექანიკური გამოდგა, რომ უფრო მექანიკური იყო, ვინაიდან როცა სავალდებულოებაა და უბრალოდ საჭიროა, ასე ვთქვათ, რომ ვიღაცები მონიშნო თემატურ პასუხისმგებლად, ეს რა თქმა უნდა პრაქტიკულ შედეგებს არ გვაძლევს ხოლმე. ახალი რეგლამენტის პროექტით თემატური მომხსენებლების ინსტიტუტი რჩება, თუმცა რჩება როგორც ოფცია, შესაძლებლობა კომიტეტისთვის, რომ თუ კი კომიტეტში არსებობს შესაბამისი ინტერესის, კომპეტენციის მქონე ადამიანი, რომელსაც ცალკეულ სფეროსთან თუ პროექტთან დაკავშირებით სურს მასაც უფრო დეტალური მუშაობა და არის სფერო თუ კანონპროექტი, რომელსაც სჭირდება ასე ვთქვათ კონკრეტულად
ამ საკითხზე მომუშავე ადამიანის გამოყოფა კომიტეტისთვის, კომიტეტს შეეძლება დაასახელოს თემატური მოხსენებელი, რომელიც გარკვეულ თემას, ასე ვთქვათ, ჩაიბარებს როგორც მისი კურატორი, ამ თემის კურატორი და შემდეგ უკვე კომიტეტს მოახსენებს ხოლმე ცალკეულ საკითხებს ამ თემასთან დაკავშირებით. შემდეგ ეხება სამუშაო ჯგუფის საკითხს. კომიტეტებს შეუძლიათ რეგლამენტის მიხედვით შექმნა სამუშაო ჯგუფები, ეს ადრეც ყოველთვის არსებობდა ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში, როდესაც არის ცალკეული საკითხი უფრო ასე ვთქვათ, სამუშაო ფორმატში მოსათათბირებელი, გასავლელი ექსპერტებთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, ანუ სჭირდება არა, ასე ვთქვათ, ფორმალური, სცდება კომიტეტის ფორმალური სხდომის ფორმატს და საჭიროებს უფრო, ასე ვთქვათ, სამუშაო ფორმატს, ამ შემთხვევაში კომიტეტს შეუძლია შექმნას სამუშაო ჯგუფი. ამ საკითხზე 2 წლის წინ თუ არ ვცდები, განხორციელდა ცვლილებები იმ სამოქმედო გეგმით, რომელიც არსებობდა ერთ-ერთ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ღიაობის უზრუნველსაყოფად შემოღებულიყო ვალდებულება, რომ დაუქმება სხდომის, შემადგენლობის გამოქვეყნება თუ სხვადასხვა საკითხები, ან ფაქტობრივად ლამის გაუთანაბრდა სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი სხდომების გამართვის საკითხი კომიტეტის სხდომებს. მისი საჯაროობის, ოქმების შედგენის და სხვა ასეთი არა უბრალოდ ბიუროკრატიული საკითხებით, არამედ იმ საკითხებით, რომელმაც საბოლოო ჯამში გვაჩვენა, რომ ამ ინსტრუმენტს წაართვა მისი მთავარი უპირატესობა, სამუშაო ფორმატობა, რასაც ქვია, რომ ის არის სივრცე, სადაც უფრო შეიძლება ღიად მათ შორის ან საკითხებზე საუბარი, ვინაიდან არ არის ეს ფორმატი, როდესაც არის რაღაც ოფიციალური კომიტეტის შეხვედრა. ან უფრო სამუშაო, რასაც ქვია, სამუშაო რეჟიმი, სადაც კომიტეტის მიერ შექმნილ ჯგუფს შეუძლია ჩაიკეტოს, თუ გარეთ გავიდეს, დაჯდეს და იმუშაოს საკითხებზე ისე, რომ მქონდეს შესაძლებლობა განიხილონ ყველა ასე ვთქვათ, ასპექტი რაღაც საკითხთან დაკავშირებით, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, უხერხულობების გარეშე, რაც რა თქმა უნდა, თავისუფლად რაღაც ფორმალურ პროცესებს უკავშირდება ხოლმე. შესაბამისად, ჩვენ ვაბრუნებთ სამუშაო და ამიტომაც არც ერთი სამუშაო ჯგუფი არც იქნა შექმნილი, ამდენადაც მე მახსოვს აი ამ ცვლილებების შემდეგ. ამიტომ ჩვენ უბრუნებთ მას იმ ფორმას, რომელიც მას ჰქონდა, სამუშაო ჯგუფი, როგორც ეს გვესმის ჩვენ ყოფით გაგებაში თავად ამ ტერმინისა, რომ სამუშაო ჯგუფი გულისხმობს, რომ ადამიანებს გარკვეულ ჯგუფს, რომელიც მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, შესაძლებლობა ჰქონდეთ დახურულად მათ შორის სამუშაო რეჟიმში განიხილონ საკითხები, რათა ამითაც ხელი შეეწყოს საკითხი უფრო პროდუქტიულობას ამ ჯგუფის და შედეგებზე ორიენტირებულობას. გარკვეული დაზუსტებები არის თავისუფალ ტრიბუნასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ ფრაქციის უფლება, გამოწვეული იქიდან, რომ პრაქტიკა იყო სხვადასხვაგვარი, ხან ეხება ფორმალობას იმ მხრივ, რომ როგორ ხდება ჩანიშვნა თავისუფალი ტრიბუნის და წინა მოწვევამ საჩვერო ხან წერილობით მიმართავდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ხან ბიუროზე იყო, ხან ასე და მოკლედ ესეც მოწესრიგდა, რომ მათ შორის პლენარული სხდომის სრულობის დროს შეუძლია დააყენოს თავისუფალი ტრიბუნის საკითხი და ასევე მოწესრიგდა, როდის იმართება თავისუფალი ტრიბუნა, იმისთვის რომ ამ მხრივ რეგულაცია იყოს ცხადი. დროებით საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება ჩვენ ახლა პარლამენტს იცით რომ მუშაობს დროებით საგამოძიებო კომისია, გარკვეული ცვლილებები იქ უკვე შევიდა და ის ცვლილებები დარჩება რა თქმა უნდა, რაც პრაქტიკიდან იყო გამომდინარე. თუმცა ერთი ცვლილება, რაც როგორც აქ ისე სხვა დროებით კომისიებს ეხება, დღევანდელი ასე ვთქვათ სტრუქტურით დროებით კომისიებისა არსებობს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია, ასე ვთქვათ, მდივნისა, ლოჯისტიკა, ანუ რაც ნიშნავს სხდომების ორგანიზებას, ოქმების წარმოებას და ასე შემდეგ. რაც ცოტა არ შეესაბამება იმ სტრუქტურებს, რომელიც ზოგადად პარლამენტში არსებობს ხოლმე, მათ შორის არ შეესაბამება იმ იდეას, რაც ჩადებულია დროებით კომისიებში, სადაც როგორც იცით, თავად კონსტიტუცია ადგენს, რომ მისი ნახევარზე მეტი არ შეიძლება იყოს უმრავლესობა, ანუ როგორც წესი, ეს არის 50% დაკომპლექტებული უმრავლესობის მხრიდან და 50% მეორე ნახევარი ოპოზიციის მხრიდან, როგორც წესი, შემდეგ თავმჯდომარე და მდივანი
არიან სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მხრიდან წარმოდგენილი, ამიტომ აქ თავმჯდომარე მდივანი და ფუნქციების ამგვარი გადანაწილება არასწორია. ამავე დროს დღესაც რეგლამენტში წერია, რომ მდივანს აქვს ფუნქცია რომ შეასრულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, როდესაც ის არ იმყოფება, ან სხვა მხრივ არის შეფერხება მისი მუშაობის, ანუ რეალურად მდივანი არის მოადგილე. თუმცა რატომღაც წერია თითქოს ოქმის შედგენა მას ევალება და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა, რომ ამას არანაირი ამგვარი შინაარსობით დატვირთვა არასწორია. შესაბამისად, როგორც დროებით საგამოძიებო კომისიებში, სხვა დროებით კომისიებში, ნაცვლად მდივნისა იქნება თავმჯდომარის მოადგილე. თავმჯდომარეს აქვს გაწერილი ფუნქციები, თუ კი ის დაავალებს ან არ იქნება ადგილზე, მაშინ ამ ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე და ამითი ჩვენს ასე ვთქვათ, წარმოდგენაში როგორც გვესმის ხოლმე სხვადასხვა ორგანო სტრუქტურები, ეს უფრო ნათელი იქნება. სხვა დროებით კომისიებს ეხება მნიშვნელოვანი ცვლილება, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციით საგამოძიებო კომისიასთან ერთად არის შესაძლებელი პარალელურად ერთად შეიძლება სხვა დროებითი კომისიების შექმნა, ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტრუმენტი საპარლამენტო ზედამხედველობისა, რომელიც პარლამენტის მიერ თითქმის არ ყოფილა გამოყენებული. ერთი რაც მე მახსენდება არის 2009 წელს თუ 8 წელს როცა შეიქმნა მაშინ აგვისტოს ომის დროებითი კომისია, სხვათაშორის ეს შემდეგ აღმოვაჩინე, როცა პარლამენტის წევრი გავხდი, რომ ის არ ყოფილა თურმე საგამოძიებო კომისია, რომელიც მაშინ ჩვენ რაც გვახსოვს, რასაც უყურებდით, რომელსაც პაატა დავითაი ხელმძღვანელობდა, ის არ ყოფილა საგამოძიებო კომისია, ის იყო სხვა დროებითი კომისია საგამოძიებო ფუნქციების გარეშე, რაც ასევე საინტერესოა, რომ მაშინ ამ ასეთი ფორმატით შეიქმნა, არა როგორც საგამოძიებო კომისია, ის კომისია. თუმცა, რაც შეეხება სხვა დროებით კომისიებს, მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვიხსენებ პრაქტიკაში, რომ ასეთი შექმნილიყო, შესაძლოა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ამ ინსტრუმენტის გამოყენება არ ხდებოდა. ამის სანაცვლოდ და ამაზეც მივამე 2018 წელსთან არსებობდა თემატური მოკვლევა, საბჭოები, ან სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც კონსტიტუციაში ნახსენები არ არის და გარკვეული სუროგატი იყო იმის, რაც რეალურად კონსტიტუციაში გვაქვს დროებითი კომისიის სახით. კერძოდ, დროებითი კომისია რისთვის არის? თუ არის რაიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას პარლამენტისა, შესწავლას პარლამენტის დონეზე და არა მხოლოდ კომიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობას, ან არის საკითხი, რომელიც განგზობითად ამ მოწვევის პარლამენტისთვის, მიმდინარე მოწვევის პარლამენტისთვის არის მნიშვნელოვანი. ამისთვის შეიძლება შეიქმნას დროებითი კომისია. ამავე დროს დროებითი კომისია გამომდინარე იქიდან კონსტიტუციური დათქმა არის, რომ მასში ნახევარზე არის გადანაწილებული უმრავლესობა და ოპოზიცია, ამითი არის ისეთი ფორმატი, რომელიც უბიძგებს მის წევრებს, რომ კონსენსუსზე იყოს ორიენტირებული, უფრო ასე ვთქვათ, კონსტრუქციული იყოს მსჯელობა, რომ შედეგები გამოიღოს ამ კომისიამ. ამიტომ რაც და რატომ არ ხდებოდა ამის გამოყენება, მათ შორის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ დღეს რეგლამენტში თუ არ ვცდები 2-3 მუხლი ეძღვნება სხვა დროებით კომისიებს და ძირითადად ეს არის მითითება დროებით საგამოძიებო კომისიას. და შესაბამისად მის ნორმებზე გარკვეული გამონაკლისების გარეშე. ამიტომ იმდენად რთული, ჩახლართული და ბუნდოვანი იყო ეს მოწესრიგება და მათ შორის ზედმეტად საგამოძიებო კომისიას ემსგავსებოდა, რომ შესაძლოა ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დროებითი კომისიები არ იქმნებოდა. ახალი რეგლამენტის კონცეფცია ასეთი არის, რომ გავაცოცხლოთ დროებითი კომისიების ინსტრუმენტი, ისაც ჩვენს კონსტიტუციაში წერია და არის იგნორირებული და დავიწყებული და არ გამოყენებული, ის რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ის გამოვიყენოთ პარლამენტში, იმისთვის რომ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა შეძლოს პარლამენტმა თუ რაღაც განგრძობითი საკითხი, რომელიც შეიძლება რაღაც სხვადასხვა სექტორს მოიცავდეს. და ამითი ჩავანაცვლოთ მაგალითად საბჭოები, რომელიც იყო შექმნილი პარლამენტში, ამას მექნება საუბარი, თუ თემატური მოკვლევის ჯგუფები, რომელიც იქმნებოდა ხოლმე. ამიტომ რაც გაკეთდა ახალი რეგლამენტით, ცალკე არის მოწესრიგებული ამ პროექტში დროებით საგამოძიებო კომისია, ამომწურავად თავისი მუხლებით და ცალკე არის მოწესრიგებული სხვა დროებითი კომისიები, ამომწურავად თავისი მუხლებით, ყოველგვარი მითითებების და დამაბნეველი რეგულაციების გარეშე. და შემდეგი საკითხი, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხება, გახავთ სათათბირო ორგანოები. ესეც 2018 წელს
მანამდე ზოგიერთი ინსტიტუტი არსებობდა. პარლამენტში როგორც იცით, ჰქონდა ჩვენ მუდმივმოქმედი საბჭოები, კერძოდ ბავშვთა უფლებების, გენდერულ საკითხთა და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოები, რომელიც თავისი არსით იყვნენ კვაზი კომიტეტები, რეგლამენტით გათვალისწინებული მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც გარკვეულწილად მათ შორის დუბლირებას ახდენდა კომიტეტის შინაარსობრივ დუბლირებას ახდენდა და კვაზი კომიტეტები იყვნენ პარლამენტში. ამ მიდგომით ჩვენ ვიღებთ რეგლამენტიდან თავად ამ ინსტიტუტს მუდმივმოქმედი საბჭოებისა, რომელიც ჰქონდა გათვალისწინებული და მას ჩაანაცვლებს დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები თუ კი საჭირო არის ამისთვის და მათ შორის ეს ასეთი ინსტრუმენტი ერთი რომ აწევს დონეს თუ კი ვისაუბრებთ თქვათ ასეთ საბჭოებზე, რომელიც თქვათ შეიძლება იყოს ქალთა და ბავშვთა უფლებების კომისია, დროებითი კომისია, ერთი რომ მისი სტატუსი უფრო მაღალი იქნება ვიდრე დროებითი საბჭოსი, ვინაიდან ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტრუმენტი, მეორე მასში უმრავლესობა და ოპოზიცია თანაბრად იქნება წარმოდგენილი, რაც ხელს შეუწყობს რომ იყოს პლურალისტური გარემო და კონსენსუსზე ორიენტირებული განხილვები და მესამე ჩვენ თავისი არსით არაკონსტიტუციურ საბჭოებს და სხვა ასეთ ინსტრუმენტებს ჩავანაცვლეთ იმით რაც არის რეალურად კონსტიტუციური ინსტრუმენტი და არ გამოიყენებოდა. რაც რჩება არის, რა თქმა უნდა, არის გვაქვს ჩვენ თავად ტერმინებს თუ შევხედავთ, თუმცა თავისი არსით და სხვა დატვირთვა ჰქონდა საბჭოების მხრივ ხაზინადართა საბჭო ამ თავში იყო მოქმედ რედაქციაში, ეს გადაინაცვლებს ცალკე საბიუჯეტო უფლებამოსილების თავში და ბარემ აქვე ვიტყვი რომ ხაზინადართა საბჭოში ასევე გათვალისწინებული იქნება რომ მას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს როგორც არის, მაგრამ დღეს არ წერია რომ როგორც თქვა საბჭოებში იყოს, რომ მისი დავალებით შეიძლება საბჭოს რომელიმე წევრმა თავმჯდომარის უფლებამოსილება შეასრულოს, რაც გარკვეული ხარვეზი იყო რეგლამენტის და ესეც მოწესრიგდება. და ასევე ეთიკის საბჭო, რომელიც ქცევის წესებთან დაკავშირებით არის ჩვენს რეგლამენტში და არსებობს ასევე ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებთან კოორდინაციას ეხება. შემდეგი საკითხი, რომ არ გამიგრძელდეს, ახალ არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხება, აქაც მუდმივი მათ შორის ამ მოწვევის პარლამენტშიც ხედავდით, რომ იყო მუდმივი სპეკულაცია. მის დღის წესრიგთან, გამართვასთან, ვინ უნდა დანიშნოს, როგორ უნდა დანიშნოს, ვინ უნდა გახსნას და ესეც საბოლოო ჯამში რომ არსებობდეს გაწერილი და არ ქონდეს სპეკულაციის ცდუნება ზოგიერთს, გაიწერა მთლიანად პროცედურები ამასთან დაკავშირებით, კერძოდ ის რომ პარლამენტის სხდომას იწვევს პრეზიდენტი, ეს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არ იწვევს, არ მოიწვია და არ დანიშნა სხდომა, ამ შემთხვევაში მე-10 დღეს ავტომატურად ტარდება ეს სხდომა. ერთი, მეორე მას ხსნის, აქამდე რეგულაცია იყო, რომ ხსნის პრეზიდენტი და გადასცემს შემდეგ უხუცეს წევრს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლს აქ დატვირთვა არ აქვს, გარკვეული შეიძლება წინა გამოცდილებიდან თუ დარჩა გარკვეულწილად, როცა შერეული სისტემა ქონდა, საპრეზიდენტო სისტემა ქონდა საქართველოში, თუმცა საპარლამენტო რესპუბლიკაში ერთი რამე არის მთავარი, რომ საკუთარი პარლამენტის სუვერენიტეტის ნაწილია ის, რომ პარლამენტი თავად ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას, ეს არის მისი სუვერენიტეტის ნაწილი, მას არ სჭირდება რომელიმე სხვა პარალელური ორგანოსგან, ასე ვთქვათ, ამ ცერემონიაში გარკვეული მონაწილეობა იმისთვის, რომ რაღაც უფლებამოსილების ცნობის საკითხი მონაწილე იყოს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ნაცვლად თავად სხდომას თავიდანვე გახსნის პარლამენტის უხუცესი წევრი და წარუძღვება მას მანამ სანამ პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება არჩეული, რაც გახლავთ ხოლმე ერთ-ერთი პირველი საკითხი ახლად არჩეული პარლამენტისა. ასევე დაზუსტება საკითხის სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით,
კერძოდ ის რომ ჩვენ დღეს პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება თაკას დაზუსტება არის 12 საათიდან 7 საათამდე, შემდეგ ხდება ხოლმე გაგრძელება 9 საათამდე, პირველი დაზუსტება იქნება რომ ეს ავტომატურად იქნება 12-დან 9-მდე, ამ ხრივ გაგრძელება არ იქნება საჭირო, თუ კი ამოწურავს მანამდე საკითხს, რა თქმა უნდა, დასრულდება სხდომა და მეორე 9 საათის შემდეგ რა ხდება, რა შემთხვევაში შეიძლება გაგრძელება. დღეს არის ასე რომ ზოგიერთ საკითხებზე, მაგალითად პრემიერის ანგარიში როცა არის, ან მინისტრის საათები როცა ქონდა, ის გრძელდებოდა საკითხის ამოწურვამდე, ხოლო სხვა საკითხები უნდა შეჩერებულიყო 21 საათზე ზუსტად, რასაც არ აქვს მაინც და მაინც დიდი ლოგიკა იმ შემთხვევაში თუ თავად პარლამენტის ხდომა წყვეტს რომ გააგრძელოს საკითხი, რა თქმა უნდა, ქონდეს შესაძლებლობა. ამიტომ ახალი რეგულაციით საკითხის ამოწურვამდე მიმდინარე საკითხის ან კენჭისყრის ჩასატარებლად მათ შორის ამის შემდეგ სხდომამ შეიძლება გადაწყვიტოს და გააგრძელოს განხილვა იმისთვის რომ პირობითად რაღაც საკითხი თუ განიხილება პროექტი თუ სხვა მოსმენა არის რაიმე 21 საათზე კი გავჩერდეთ და მეორე დროს გავაგრძელოთ, არამედ მივიყვანოთ საკითხი ბოლომდე და 10 საათი იქნება თუ 11 დაასრულოს პარლამენტმა საკითხის განხილვა. ზუსტება ბოიკოტის საკითხი, ეს მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებით მინდა იმ ოპოზიციას მიმართო, რომელიც ფეხს ითრევს ჯერ კიდევ პარლამენტში აქტიურად საქმიანობისგან. წინამოწვევის და ზოგადად იყო ცოტა მავნე პრაქტიკა ჩამოყალიბებული ბოიკოტთან დაკავშირებით, როდესაც იწერებოდა ზოგადი წერილი ბოიკოტის, შემოდიოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა შინაარსი იყო ხოლმე. ხან იყო რომ თლიან პლენარული სხდომების კვირას უცხადებდნენ ბოიკოტს, ხან დღეს რომელიღაც სხდომას უცხადებდნენ ბოიკოტს, არსად არ უთითებდნენ მიზეზს და საფუძველს, რატომ უცხადებდნენ ბოიკოტს. არადა დღესაც პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ცხადდება ბოიკოტი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ არც ერთ პარლამენტში არ არსებობს ეს ინსტიტუტი, რაც მე შევისწავლე ევროკავშირის ყველა პარლამენტის რეგლამენტს გავეცანი მათ შორის და ის რასაც მე გავეცანი, არსად არ არის ეს ინსტიტუტი. ზოგადად ბოიკოტსაც შეეხება ხა ეს ადამიანი თავისუფალია პარლამენტის წევრი, შეიძლება ბოიკოტი ის რომ არ იღებს მონაწილეობას განხილვაში, ხომ მისი უფლება ვერ დააძალებ და არ იყოს სტომატთა დარბაზში ვერ დააძალებ, ბოიკოტის დატვირთვა არის ერთადერთი და ორი რამ. ერთი ეს არის პოლიტიკური განაცხადი, საჯარო, რომ ის რაღაც საკითხის განხილვაში არ მონაწილეობს და მეორე ეს არის ასე ვთქვათ სოციალური დაცვა პარლამენტის წევრის, რომ ამ შემთხვევაში თუ კი ბოიკოტის გამო არ იმყოფება სხდომაზე, ამ შემთხვევაში მას არ ჩამოეჭრება ხელფასიდან შესაბამისი პროცენტი, თუ არ ვცდები 5% თუ 10% მისი ხელფასისა გაცდენის გამო. და რეალურად ესეც იყო ხოლმე, რომ ბოიკოტს როცა წერდნენ ძირითადად წინამოწვევის პარლამენტში, ეს იყო მიზეზი, რომ თავის გაცდენას ასე ვთქვათ, გაიმართლებინათ და ხელფასი არ დაეკარგათ მოკლედ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც მოქმედ რეგლამენტში წერია, რომ ბოიკოტი ცხადდება საკითხთან დაკავშირებით, ასეთი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და მეც კი რაღაც მომენტებში ფიქრობდი, ხომ არ შემეცვალა პრაქტიკა და არ ჩამეთვალა საპატიო გაცდენად ამ შემთხვევაში, როცა ზოგადად იწერებოდა, რომ აი ეს კვირა მთელი ფრაქცია, ან რომელიმე კონკრეტული დეპუტატი ბოიკოტში ვარ და არ ვიქნები პარლამენტში. ზუსტება ეს კიდევ ერთხელ და დაზუსტება როგორც ჩანაწერი, ასევე პრაქტიკაც იქნება შესაბამისად, რომ უზრუნველყოთ, რომ უნდა მიეთითოს ბოიკოტში, რომ კონკრეტულად რომელ საკითხს უცხადებს ბოიკოტს. რომელი კანონპროექტი არის, რომელიც მისთვის არის მიუღებელი და ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მხოლოდ იყოს საპატიო გაცდენა. შემდეგი საკითხი არის პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით. აქაც ბევრ ადგილას პირველი ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტში შევიდა ინცვლება, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში ამოქმედა სამშაბათის პოლიტიკური განცხადებების დროს. წინა პარლამენტში მე ვცდილობდი რომ დამებალანსებინა, რომ უმრავლესობა ოპოზიცია თუ უბრალოდ სხვადასხვა ფრაქციები ერთმანეთს ჩანაცვლებოდნენ და ამ მხრივ რაღაც მრავალფეროვანი ყოფილიყო გამოსვლები. პრაქტიკაში ასეა, რომ ფრაქციები მაწვდიან სიას პოლიტიკური განცხადებები, თუ ვინ გამოდის პოლიტიკური განცხადებებით მათი მხრიდან. წესით რეგლამენტის წესი იყო, რომ თანმიმდევრობით უნდა გავყოლოდი, ასე ვთქვათ, ვინც პირველი ჩაეწერა ის არის და ასე შემდეგ.
თუმცა რთული იყო დაგედგინა ვინ იყო პირველი ვინ მეორე, იმიტომ სხვადასხვა სიები შემოდგიოდა და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამ ხრივ არც სამართლიანია და არც შეიძლება საინტერესო ამგვარი სახის პოლიტიკური განცხადებები და ვცდილობდი რომ ჩამენაცვლებინა ხოლმე გარკვეული პრაქტიკა დავამკვიდრეთ და ეს პრაქტიკა აისახა უკვე პარლამენტის რეგლამენტში, რომ ფრაქციები ერთმანეთს ანაცვლებენ, რომ გარკვეული გამოპასუხების შესაძლებლობაც იყოს და იგივე პრინციპი გავრცელდება პოლიტიკურ დებატებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც ცალკე ინსტიტუტი პოლიტიკური დებატების მოთხოვნისა, ასევე საკითხების განხილვის შემდეგ, მაგალითად ინტერპელაციის შემდეგ იმართება დებატები, რომ აქაც იყოს არაისო ჯერ გამოდის ერთი ფრაქცია და ალაგდება და იტყვის თავის სათქმელს, შემდეგ უწესი ტოვებს დარბაზს და მეორეს არ უსმენს, არამედ იყოს აქაც მონაცვლეობა, რომ ასე ვთქვათ, რეალურ დროში მათ შორის მოქალაქესაც შეეძლოს დაპირისპირებული აზრების ურთიერთ შედარება და არ იყოს მონოლოგები. შემდეგი საკითხი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს, არის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისას, აქაც გარკვეული ჩამკეტები არის, რომ ორჯერ სამთვიანი ვადით გაგრძელებია იქნება შესაძლებლობა და შემდეგ უკვე აღარ იქნება, გარდა იმისა თუ თავად ინიციატორი დააყენებს ამ საკითხს. წინადადების საკანონმდებლო წინადადება, ხომ, აქ არის ცვლილებები, აი დღესაც თქვენმა კომიტეტმა განიხილა ერთ-ერთი საკანონმდებლო წინადადება. საჯაროთაც თქვი და კიდევ ერთხელ მინდა კომიტეტს გავაცნო სტატისტიკა, ბოლო 2 მოწვევის პარლამენტში დაახლოებით 700 საკანონმდებლო წინადადება შემოვიდა. მოქალაქეებისთვის განმარტა, რომ საკანონმდებლო წინადადება ეს არის ინსტრუმენტი, როდესაც შეუძლია ერთ მოქალაქეს ან ორგანიზაციას მიმართოს პარლამენტს, რომ მას აქვს იდეა, რომ რაღაცა მოწესრიგდეს კანონით რაღაც საკითხი. 700 ასეთი წინადადება შემოვიდა და მხოლოდ 9 იქცა აქედან კანონად, რაც არის წინადადების 1%. რას გვაჩვენებს ეს? გარდა ამისა, თუ შევხედავთ, საკანონმდებლო წინადადებების უმეტესობა არის 4-5 სუბიექტი, რომელსაც შემოაქვს ხოლმე ამ 700 წინადადებიდან ავტორი, ასე ვთქვათ, 4-5 სუბიექტი არის. რას გვეუბნება ეს სტატისტიკა? პირველი გვეუბნება, რომ არის საკმაოდ დაბალი შანსი საკანონმდებლო წინადადების წარმატებისა. ერთი, მეორე არის ის, რომ ძირითადად რამდენიმე სუბიექტია, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს. რა დასკვნა შეგვიძლია აქედან გამოვიტანოთ, ან რა არის მიზეზები? მიზეზი არის ის, რომ ეს საკანონმდებლო წინადადებები ბიუროს მიერ გადაეცემა კომიტეტს. კომიტეტი ზოგადად იშვიათად არის ხოლმე თავად ინიციატორი. დღევანდელი რეგულაცია ზოგადად ასეთია, რომ როცა იღებს კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას, აი პროცედურა, რომელიც დღეს გაიარა ერთ-ერთმა წინადადებამ, კომიტეტი განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას თავად კომიტეტი, ასე ვთქვათ, უწევს თუ არა ამ თემას მეურვეობას და თავად კომიტეტი უნდა გადაწყვეტეს, რომ იღებს თუ არა გადაწყვეტილებას, რომ მან ეს აქციოს საკანონმდებლო ინიციატივად. ანუ აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რომ კომიტეტმა თავად შექმნას შემდეგ პროექტი და დააინიციოს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე, კომიტეტები ზოგადად ამ ხრივ ერიდებიან, ვინაიდან არის კომიტეტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, სხვადასხვა ინტერესები და ამ პასუხისმგებლობის აღება რთულია. აქედან გამომდინარე, შეცვლილი სისტემა იქნება შემდეგნაირი. საკანონმდებლო წინადადება შემოსვლის დროს დაიგზავნება ყველა დეპუტატს, გადაეცემა არა კომიტეტებს, არამედ გადაეცემა დეპუტატებს, 150 წევრს პარლამენტის, რომლებსაც შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ ეს წინადადება აქციონ ინიციატივად. როგორც იცით, თითოეულ დეპუტატს აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, ამიტომ ამ შემთხვევაშიც მთავარი პრობლემა თუ გამოწვევა საკანონმდებლო წინადადებას აქვს ის, რომ ის შემოდის და ვერ ხდება დაინტერესება კომიტეტის თუ პარლამენტის ზოგადად და პარლამენტის წევრების, თუ არა და ერთი წევრიც რომ დააინტერესოს საკანონმდებლო წინადადების ავტორმა, იმ ერთ წევრსაც შეუძლია შემდეგ ეს ინიციატივა შეიტანოს პარლამენტში. ამიტომ გადაეცემა პარლამენტის წევრებს და იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის რომელიმე წევრი გამოთქვამს ინტერესს ამ თემასთან დაკავშირებით, მას შეეძლება ეს დააინიციოს
როგორც კანონპროექტი და შემდეგ წინადადების ავტორი უკვე კანონპროექტის ავტორათაც მიეთითება. ერთთვიანი ვადა აქვს ამისთვის, ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ეს პროცედურებიდან იხსნება ეს საკანონმდებლო წინადადება. მნიშვნელოვანი არის მიმდინარე საკანონმდებლო წინადადების ბედი, ასე ვთქვათ, რაც დღეს არის განხილვაში პარლამენტში, ან წინა პარლამენტიდან შეიძლება გადმოყოლილი არის. აქაც არის ჩანაწერი გარდამავალდებულებებში, რომ ერთი თვის განმავლობაში თუ არ იქცა ეს კომიტეტებმა არ აქციეს ინიციატივად, იქაც პროცედურები წყდება. ასევე მოგახსენებთ ინტერპელაციის საკითხებს, რაც მნიშვნელოვანი არის. ამ მხრივ ანგარიშვალდებულების და საპარლამენტო კონტროლის კონტროლის მნიშვნელოვანი გაძლიერება ხდება. ინტერპელაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი საპარლამენტო კონტროლისა, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, როდესაც ფრაქცია ან დეპუტატების შვიდკაციან ჯგუფს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ანგარიშვალდებულ სუბიექტს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, სხვადასხვა დაწესებულებების ანგარიშვალდებული უწყებების ხელმძღვანელებს კითხვით და ეს ხელმძღვანელი ვალდებულია, რომ მივალდებული რომ შემდეგ მოვიდეს პლენარულ სხდომაზე და წერილობის პასუხთან ერთად ზეპირათად პასუხი გასცეს ამ კითხვას, ამ საკითხს, სადაც შემდეგ იმართება მათ შორის დებატი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ჯერ კიდე 2 წლის წინ გავზარდეთ ინტერპელაციების რაოდენობა, თუმცა ახლა მაქსიმუმამდე ვზით ამ რაოდენობას და ყოველ პლენარული სხდომის ყოველ კვირაში იქნება ინტერპელაციის დღე. აქამდე იყო თვეში ერთხელ, ახლა იქნება ყოველ პლენარული სხდომის ყოველ კვირას. რაც ნიშნავს, რომ ყოველი პლენარული სხდომის ყოველ კვირაში თუ კი არის სურვილი რომ იქნას მოწვეული მინისტრი თუ სხვა ანგარიშვალდებული პირი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ყოველ ნებისმიერ ფრაქციას ექნება შესაძლებლობა რომ ყოველ კვირა გავართოს ასეთი მოსმენა და დებატი პარლამენტში. გარდა ამისა, რეგულაცია, რომელიც არის გათვალისწინებული აქ და ამაზე კიდე უნდა ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, დღეს მოქმედ რეგლამენტში ინტერპელაციის დღე ითვლება პარასკევის დღე. კერძო წერია რომ როგორც წესი პარასკევს, თუმცა ეს როგორც წესის განმარტებაც იყო ხოლმე, ასე ვთქვათ, განხილვის საკითხი, იგულისხმება როგორც წესი პარასკევი და შეიძლება იყოს ხუთშაბათი, თუ როგორც წესი პარასკევი, იმ შემთხვევაში რომ თუ კი არსებობს ინტერპელაცია მიმდინარე რაღაც აქტუალური, მაშინ იქნება პარასკევს და თუ არა და პარასკევს არ იმართება. მოკლედ, ახალი რეგულაციაში არის ასეთი შემოთავაზება, რომ პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგის განსაზღვრის დროს სასესვი იმ პლენარული სხდომის კვირისა იმ ინტერპელაციის ავტორთან და ადრესატთან კონსულტაციის საფუძველზე დაადგინოს თუ როდის გაიმართება ინტერპელაცია. სამშაბათით შეიძლება იყოს, 4 შაბათით, 5 შაბათით და პარასკევით შეიძლება იყოს. ეს ჩვენი გამოცდილებაც ამას აჩვენებს წინა მოწვევიდან და მათ შორის, რომ არ იყო იმისი რაიმე აუცილებლობა, რომ მაინც და მაინც პარასკევამდე მოეცადა პარლამენტს და პარასკევს მოესმინა მაინც და მაინც ინტერპელაცია, ასევე ნაკლებად მოქნილი იყო ხოლმე იმ შემთხვევაში თუ კი ან ადრესატი, ან ავტორი ინტერპელაციისა, ავტორს ან ადრესატს შეიძლება იმ დღეს შეფერხებული იყო იმისთვის, რომ შემდგარიყო ინტერპელაცია, თუმცა აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ორი საპატიო მიზეზი შეიძლება არსებობდეს ინტერპელაციის ადრესატის მხრიდან არ მოსვლისა, არის ვთქვათ ასე ვთქვათ ჯანმრთელობის საკითხები, ან ქვეყნის გარეთ მივლინება, ეს ორი საპატიო მიზეზი იყო ხოლმე გათვალისწინებული. მოკლედ ეს ახალი რეგულაცია მისცემს ბიუროს უფრო მოქნილად დაგეგმვის შესაძლებლობას და მათ შორის და გამომდინარე იქიდან რომ ყოველ კვირა იქნება ეს უფრო აქტუალური საკითხებიც იქნება მათ შორის, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა და შესაბამის კვირაში დაადგენს ინტერპელაციის დღეებს. აქედან გამომდინარე უქმდება მინისტრის საათი, რომელიც წელიწადში 12 იმართებოდა და ახლა რეალურად ჩვენ გვექნება ყოველ და იმართებოდა თან ისე რომ ხანდახან აცდენილი იყო კალენდარს, მაგალითად შეიძლება ყოფილიყო ცალკეული მინისტრის საათი სექტემბერში, რომ და ამ დროს მას უნდა მოეხსენებინა ჩვენთვის წინა წლის ანგარიში და გასაგებია წინა წელი აღარ იქნებოდა აქტუალური, ამიტომ მიმდინარე წელსაც საუბრობდა და ამ ხრივ ცოტა თემატურად იყო ხოლმე აცდენილი.
ახლა როცა არის საშუალება რომ არ დაელოდოს დეპუტატი ასე ვთქვათ მინისტრის საათს და მის მოსვლას, არამედ ყოველ პლენარული სხდომის ყოველ კვირას სასურველ სასურველ საკითხთან დაკავშირებით მოусმინოს მინისტრის საათი თავის ფუნქციას კარგავს და ამიტომ ამ ახალი რეგლამენტით უქმდება. ამას გარდა არსებობდა გარკვეული პარალელიზმი პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან, ვინაიდან პრემიერ-მინისტრიც რა თქმა უნდა საუბრობს მთავრობის წევრების საქმიანობაზე და სამინისტროების მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ეს პარალელიზმიც აღარ იქნება. შესაბამისად იქნება პრემიერ-მინისტრის წრიული ანგარიშსაც ზოგადად ისაუბრებს რა აკეთა მთავრობამ ერთი წლის განმავლობაში და იქნება ყოველ კვირა ინტერპელაციის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოწვეული იქნას ესათვის მინისტრი და მოусმინოთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე უქმდება თემატური მოკვლევა, წეგანაც აღვნიშნე მე რომ ეს ინსტრუმენტი 2018 წელს იქნა შემოღებული და ნაცვლად თემატური მოკვლევისა ჩვენ ვაძლიერებთ ერთის მხრივ დროებით კომისიის ინსტრუმენტს, უბრალოდ ვაცოცხლებთ, რომელიც აქამდე იყო ფაქტობრივად მიძინებული ინსტრუმენტი, ვაცოცხლებთ ამ ინსტრუმენტს ერთის მხრივ, ამიტომ შესაძლებლობა იქნება რომ ერთის მხრივ ამ დროებითი კომისიის ფარგლებში მოიკლიოს პარლამენტმა ნებისმიერი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია მისთვის, ან სამუშაო ჯგუფების ფორმატში, თუ კი აქ სამუშაო ფორმატი არის საჭირო, ამიტომ თემატური მოკვლევა როგორც ინსტრუმენტი თავის ფუნქციას კარგავს და ამოღებული იქნება. ასევე არის ალკეული საკითხები, რომელიც ეხება, ვთქვათ, სხვა სახელმწიფოების დელეგაციების ვიზიტს ჩვენთან, ჩვენ დელეგაციების შედგენას და ამაზე უფრო დეტალურად მეორე მოსმენის დროს ვისაუბრებ. კონცეპტუალურად რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს არის, რომ როდესაც პარლამენტი ირჩევს სხვადასხვა პირებს, პრემიერ-მინისტრის მაგალითად წარდგენით, ეს გახლავთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, პერსონალურ მონაცემების სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი და საბჭოს წევრები, არსებული წესებით თავად შერჩევის პროცედურა იმართება მთავრობაში, პრემიერ-მინისტრი და იქ არის ცალკე წესები, კომისიას ხმის და ასე შემდეგ და მას წარუდგენენ კანდიდატურების რაოდენობას და შემდეგ პრემიერ-მინისტრი არსებული რეგლამენტით პარლამენტს წარმოუდგენდა ორ კანდიდატს. მაგალითად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად ან პერსონალურ მონაცემებს სხვა საკითხებში ორ კანდიდატს და აქედან უნდა პარლამენტს აერჩია ერთი. ეს გარკვეულწილად ცოტა არასწორი მიდგომა იყო იმ მხრივ, რომ რაღაცნაირად შეექმნა თითქოს რაღაც წარმოდგენით ქმნიდა ერთის მხრივ რაღაცა მარჩევანის წარმოსახვას ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ არასწორი იყო იმ მხრივ, რომ პრემიერ-მინისტრი როცა არჩევს კანდიდატურას, გამოდის რომ ის რაღაც ორჭოფული მდგომარეობა კი არ ქონდეს, რომ ან ეს ქონდა. არამედ მას რა თქმა უნდა აქვს ჩამოყალიბებული თავისი აზრი იმ ორიდანაც, რომელი არის მისთვის მისაღები, ამიტომ წარმოადგინოს ის ერთი კანდიდატი, რომელიც მას სურს და აქედან გამომდინარე პარლამენტი შესაბამისად მისცემს მას თანხმობას დანიშვნასთან დაკავშირებით ან არ მისცემს თანხმობას დანიშვნასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე უფრო კეთილსინდისიერი იქნება მთლიანად პროცესი, უფრო გასაგები იქნება და ასე ვთქვათ პოლიტიკურად გამართული მთლიანად პროცესი არჩევისა შესაბამის თანამდებობებს. და ასევე, წეგან ვისაუბრე სანქციებთან დაკავშირებით, ანუ წესების დარღვევა, როგორც ბიუროს ხდომა და ასევე სხვა საპარლამენტო ღონისძიებების დროს, იგივე წესები გავრცელდება ქცევისა, პარლამენტის წევრებისთვის, სხვა დამსწრეებისთვის, როგორც ეს პლენარული ხდომების თუ საკომიტეტო ხდომების დროს არის. აი ეს გახლავთ ძირითადი ცვლილებები, რომელიც მინდოდა რომ პრინციპების დონეზე წარმომედგინა, მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. მადლობა ბატონ შალვა. დანარჩენი პაკეტიც უნებრივია მოიცავს აი ამ კონკრეტული ცვლილებების ადეკვატურ შესაბამის ცვლილებებს, ისე რომ როგორც პაკეტი თქვენ ეს წარმოადგენთ საკანონმდებლო ცვლილებები. მეგობრებო, კითხვები თუ არის დარბაზში, გთხოვთ დავსვათ. ბატონ თავმჯდომარე, დიახ, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს არის რა თქმა უნდა პაკეტი, თუმცა იმ პაკეტში შემოვალი დაახლოებით 10 კანონპროექტი, ძირითადად გამომდინარე კანონპროექტი არის გამომდინარე საკითხი. ტერმინოლოგიური ცვლილებების და ასე შემდეგ. კი ბატონო, დიახ, თქვენ ზუსტად. დიახ, ხალხონგრეტა გისმენთ.
მოგესალმებით, მადლობა ბატონ თავმჯდომარე. მე კითხვა მექნება და უფრო სწორედ დაზუსტება მაინტერესებს დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და დროებით კომისიასთან დაკავშირებით ვადები როგორ არის განსაზღვრული, მალბი საზოგადოებას აქვს ამის ინტერესი და ამაზე თუ შეიძლება რომ გკითხოთ. ბატონ შალო დავაგროვოთ ხო კითხვები თუ არის კიდევ კითხვა? მოსაზრების კითხვა არ არის. კითხვა არ არის წამით მოსაზრება და საბოლოოდ გაქცევ. მადლობთ. პირველ რიგში მადლობა ბატონ შალვა, იმიტომ რომ აი მართლაც ეს თქვა სრულად წარმოადგინეთ ის ინიციატივები და ის ცვლილებები, რომელიც რეგლამენტის პროექტით არის წარმოდგენილი. რეგლამენტი, რომელსაც დღეს პარლამენტი ფუნქციონირებს, არის რამდენიმე წელი, 2018 წელს არის მიღებული და ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივია საპარლამენტო საქმიანობა ზოგადად ხა დინამიური პროცესია და ყოველთვის პრაქტიკაში ჩდება რაღაც ნაკლოვანი მხარეები, რომელიც ამათვე რეგულაცია შეიძლება გქონდეს. და ესეთი ნაკლოვანი მხარეებიც რა თქმა უნდა გამომჟღავდა დროთა განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში თითქოს იყო ცალკეული მცდელობები, რომ რეგლამენტში რაღაც კონკრეტული ცვლილებები განხორციელებული იყო, თუმცა ესეთი კომპლექსური მიდგომა, რომ მთლიანად ესე ვთქვათ, მთელი რეგლამენტი გადახედილი იყო და მთლიანად ესე ვთქვათ, ის პროცედურული საკითხები იქნება თუ ასე შემდგომ ის დეტალები, რომლებიც სრულყოფას საჭიროებს დახვეწილი იყო, ну ესეთი ესე ვთქვათ, კომპლექსური ცვლილებები აქამდე არ განხორციელებულა, ამიტომ მადლობა ბატონო შალვა თქვენ რომ ესე ვთქვათ, აი ამ პროცესს ჩაუდექით სათავეში და მართლაც ის ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იქნება მიმართული იქითკენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი, კიდევ უფრო აქტიური და კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. ეს არის ის ჩემი მოსაზრება, რომელიც ამ ეტაპზე მინდა გამოთქვა, ვინაიდან ჩვენ პირველი მოსმენით ვიხილავთ, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის ფრაგმენტში ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ მუხლობრივად განვიხილოთ საკითხი, თითოეული ეს ინიციატივა და ნუ რა თქმა უნდა იქ რაღაც დეტალები, რომლის დახვეწას და ესე თქვა შეიძლება უკვე მეორე მოსმენის ფარგლებში ვისაუბრებთ ამას. კი ბატონო, მადლობა. კი ბატონო, მადლობა ბატონ გაგა. თუ არ არის მეტი კითხვა, ბატონ შალვა გთხოვთ. მადლობა ქალბატონ გრედა კითხვისთვის. ვინაიდან ამ საკითხს არ გავამახვილე ყურადღება. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ შეიძლება ერთ-ერთი თავარიც იყო დროებითი კომისიების არ გამოყენებისა, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში იყო, რომ მასე მოქმედებდა იგივე შეზღუდვა, რაც არის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც იქნება 3 თვით და შემდეგ გრძელდება, შეიძლება გაგრძელდეს 1 სამთვიანი ვადით, ანუ მაქსიმუმ 6 თვით, რაც ასევე ვრცელდებოდა სხვა დროებით კომისიებზე. ეს ერთი რომ ეს ასე ვთქვათ, შეზღუდვა მოიხსნა სხვა დროებით კომისიების შემთხვევაში და შეიძლება შეიქმნას თუმცა არაუმეტეს მოწვევის ვადისა და მოწვევის ვადითაც შეიძლება შეიქმნას თუ კი არის თემა, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ, იყოს რაღაც სექტორთან დაკავშირებით ამ მხრივ საჭიროებდეს უფრო გრძელვადიან შესწავლას. ერთი და მეორე, მათ შორის კიდე ერთი საკითხი, რომელიც აქ მოწესრიგდა, დროებით კომისიებზეც მოქმედებდა აი ეს დანაწესი, რომ თვეში მინიმუმ 2 სხდომა უნდა ჩაეტარებინა. კომიტეტთან დაკავშირებით თქვი, რომ ეს ვალდებულება იქნება თვეში 1 სხდომასთან დაკავშირებით, და შეეხება დროებით კომისიას, აქ საერთოდ ეს ვალდებულება არ იქნება, იმ საქმიდან გამომდინარე, რომლისთვისაც შეიქმნა ეს კომისია, როგორც საჭიროებას ჩათვლის, იმ საჭიროების მიხედვით ჩატარდება სხდომები, იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ რაღაც ფორმალური სხდომების ჩატარება. ესაც შეეხება ვადებსაც, შეეხება თავად პროექტს, ბატონ გაგას მინდა ასევე მადლობა გადაუხადო პირველისა შეფასებაში და მეორეს მადლობა გადაუხადო მონაწილეობისთვის ამ პროექტის შემუშავებაში. თავში აღნიშნე, რომ ეს პროექტი შეიქმნა საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით. ამ მხრივ მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატს, რომელიც ამ მხრივ ძალიან აქტიურად, მაგრამ მხოლოდ ჩართული იყო, არამედ ეს ცოდნა ამ კომიტეტში და მის აპარატშია განსაკუთრებით დაგროვებული ყველა ამ პროცედურასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ კომიტეტმა, მის აპარატმა
რეგლამენტის თითოეული მუხლი იცის არა მხოლოდ დაწერილი ტექსტით, არამედ პრაქტიკით და ის ნიუანსები, რომელიც შეიძლება ტექსტში არ ჩანდეს, ეს ნიუანსები თავის საკუთარი გამოცდილებით იცის კომიტეტის აპარატმა, ისევე როგორც იურიდიულმა დეპარტამენტმა, რომელიც ამ მხრივ არის ყველაზე ჩართული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პროცესებში და აქაც განსაკუთრებული არა მხოლოდ განსაკუთრებული ღირებული იყო, თქვათ, ის მონაწილეობა, არამედ ბევრი საკითხი სწორედ იურიდიული დეპარტამენტისგან თუ კომიტეტის აპარატისგანაც მოდიოდა, ვინაიდან ისინი ხედავენ პრაქტიკაში, რა სირთულეები ბუნდოვანებები არსებობს მათთვის, შეიძლება როგორც აპარატისთვის და ასევე პარლამენტის წევრებისთვის შეიძლება არსებობდეს და აქედან გამომდინარე ყველა ეს დახვეწის საკითხები, რა თქმა უნდა, მალტანაც მომდინარეობს და ამიტომ მინდა ყველას თითოეულ თანამშრომელს აპარატისა, ისე როგორც თითოეულ წევრს პარლამენტისა, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, კომიტეტის თავმჯდომარეს, ისე როგორც კომიტეტის წინა თავმჯდომარეს, როცა წინა მოწვევაში მუშაობდით ამ საკითხებზე, მადლობა ბატონ ირაკლი ხადაგიშვილს, მადლობა გადაგიხადოთ. მნიშვნელოვანი პროექტი არის, წინ გვაქვს განხილვები როგორც პლენარული ისე საკომიტეტო დონეზე, მეორე მოსმენით, მესამე მოსმენით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის და ჩემი თხოვნა ასევე რომ ყველა დეტალურად გაეცნოს იმისთვის, რომ არ დაგვჭეს აი ეს საკითხები, რომელიც შეიძლება მოუწესრიგებელი იყოს, ან სხვანაირ უფრო დახვეწილ მოწესრიგებას საჭიროებდეს. ვიტყვი ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, იმ გრაფიკით, რომლითაც ჩვენ მუშაობთ ამ პროექტის განხილვისთვის, მაისის შუა რიცხვებში დაახლოებით უკვე მესამე მოსმენით შევძლებთ რეგლამენტის მიღებას და მისი ამოქმედება დაგეგმილი არის 1 ივლისისთვის მიმდინარე წლის. შესაბამისად, უკვე არასასწრაფო პერიოდში ზაფხულში, მაგრამ უკვე შემოდგომიდან სასწრაფო პერიოდი ახალი რეგლამენტით დაიწყება და ესეც გარკვეულად ახალი გამოცდილება იქნება. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ რეალურად ტექსტი თავად, რასაც ქვია მისი შინაარსი, რთულია ხა პროცენტულად შევაფასო, მაგრამ აღქმა, რასაც მეუბნება, დაახლოებით 90% შეიძლება ცოტა მეტიც, არის იგივე ტექსტი, რაც მოქმედ რედაქციაში არის, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ძალიან დიდი გადაწყობა არ დაჭირდება არც აპარატს, არც დეპუტატებს იმისთვის, რომ გაერკვნენ ტექსტში, ან ძირითადი პროცედურები იგივეა შენარჩუნებული, ტექსტი იგივეა, ასე ამ ხრივ ნაცნობ ტექსტთან იქნება სამუშაო, როგორც აპარატს, ისე პარლამენტის წევრებს და ამოვედოს იქნება უფრო დახვეწილი სტრუქტურა, უფრო ნათელი რეგულაციები და ამ ხრივ ერთ რამესაც აღნიშნავ, ჩვენი პარლამენტის რეგლამენტი გამოირჩევა სხვათა შორის სხვა პარლამენტის რეგლამენტებიდან. მე ვთქვი კიდევაც, რომ ამ პროცესში ჩვენ რეალურად გავეცანი ევროკავშირის ყველა წევრი პარლამენტის რეგლამენტს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის ალბათ ყველაზე მოცულობითი. და ერთი პერიოდი ჩვენ იმაზეც გქონდა მსჯელობა, რამდენად არის ეს კარგი ან ცუდი კანონისთვის, რომ იყოს ასეთი დეტალური, ზოგადად კანონები უფრო ნორმები უფრო აბსტრაქტული არის ხოლმე და პრაქტიკას უტყუებს ბევრ საკითხს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეგლამენტი არის რაღაც პროცედურებს აღწერს და მათ შორის პრაქტიკაზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ჩვენი რეგლამენტი სწორედ მისი ასე თქვათ სიტყვობა და ის რომ რეგულაციები ძალიან დეტალურია და რეალურად მართლა არის რომ ერთი ფურცელი რა ასე თქვათ გზას გადის ინიციატივა თავის ბოლო შედეგამდე ყველაფერი ნაბიჯ და სკრუპულოზურად არის აღწერილი ის უპირატესობა აქვს რომ ამ ხრივ მინიმუმამდეა დაყვანილი რაღაც ორაზროვანი განმარტებები მაქსიმუმამდე არის გაზრდილი სიცხადე პროცედურებისა როგორც შინაური ისე უცხო თვალისთვის მაგალითად თუ აიღებთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის რეგლამენტს პარლამენტის რეგლამენტს იქ ბევრ პროცედურას ვერ მიხვდებით საერთოდ რა ხდება ვერ ამოიკითხავთ იმიტომ რომ ბევრი პროცედურა შეიძლება ზოგადად ან ტრადიციიდან გამომდინარეობს ან სხვა რაღაც პროცედურული შინა განაწესებით იყოს ეს გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტს უცხო თვალი როცა შეხედავს რეალურად ყველაფერს გაიგებს პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით როგორ მიიღება კანონები როგორ ხდება სხვადასხვა პროცედურები ყველაფერი ფაქტობრივად ადან ჰოიმდე არის აღწერილი და ეს თვისებად შეუნარჩუნეთ ჩვენ მოქმედ ახალ პროექტში რეგლამენტის მადლობა
დიდი მადლობა ბატონო შალვა, საკითხი განხილულია, დიდი მადლობა დეტალური პრეზენტაციისთვის, შეგიძლიათ დაბრძანდეთ. სანამ კენცხვაზე დავაყენებ საკითხს, მეც ვისარგებლებ შემთხვევით, მე პრაქტიკულად ესეც მეათე მოწვევის პარლამენტში დაწყებული საქმე და მე-11 მოწვევის პარლამენტს მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარე როცა ჩავერთი ამ საქმეში ფაქტიურად იყო დასრულებული ეს საკითხი, ამიტომ თუ კი მართლაც ვინმეს აქ ამ შემთხვევაში ძირითადი მადლობა ეკუთვნის ეს არის თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი აპარატი, ისევე როგორც საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ხადაგიშვილი და აქ უკვე ჩვენი პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ბატონი მაგა წულაია, რომელმაც ნამდვილად ძალიან დიდი შრომა ჩაატარეს აბსოლუტურად ყველა იმისთვის, რომ აი ეს საკმაოდ მოცულობითი ცვლილებები, ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც დღის წესრიგში დგას საქართველოს პარლამენტის მუშაობის, ყოფილიყო შემუშავებული და წარმოდგენილი საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მე მინდა კენჭისყრაზე დავაყენო საკითხი რეგლამენტის პროექტი თანდათანობით კანონ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით, ვინ არის მომხრე მხარე დაუჭიროთ. დიდი მადლობა, გადაწყვეტილია საკითხი, სხდომა დახურულია.